თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ორი თამდევი თავისებურება აქვს. ფესტივალი სახელმწიფომ არ დააფინანსა და მაინც მოთხოვნა ისეთი მაღალია, რომ სეანსების ბილეთებსაც ვერ იშოვი. კინოფესტივალის ისტორია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას სულ რამდენიმე წლით ჩამორჩება და 26 წელია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა. ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე კინოფესტივალს უარი დაფინანსებაზე ერთდროულად კულტურის სამინისტრომ, ქალაქის მერიამ და ეროვნულმა კინოცენტრმა უთხრა. ფესტივალის გაუქმება არც ისე ადვილი ყოფილა. მთავარი პარტნიორი ევროკავშირის საელჩოები და გაეროს ფონდის პროგრამა გახდა. არავითარი არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთხოვეთ გამოეგზავნათ კომისიის დასკვნა, ან ეთქვათ მაინც თუ რატომ შეწყდა ფესტივალის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. ქართული ფილმები და უმეტესობა მათგანი არის ახალგაზრდა რეჟისორების ავტორობით გადაღებული, არის ძალიან საინტერესო, ძალიან მრავალფეროვანი, თემატურად, სტილისტურად. და ეს ერთი მხრივ იმედსაც მაძლევს, რომ ქართული კინო გააგრძელებს ძალიან წარმატებულად არსებობას, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან სევდიანი ამბავი, იმიტომ რომ ამ რეჟისორებს ფაქტობრივად ჩაკეტილი აქვთ წყაროები, რანაირად გადაიღო, ხო? დიდი ნაწილი ამ ფილმების ჯერ კიდევ კინოცენტრიდან მიღებული დაფინანსების შედეგად არის დამთავრებული და რა იქნება შემდეგში. ქართული და ევროპული კინოც თითქოს ყოველდღიურ ამბებში უახლოეს გარემოცვაში ეძებს საკუთარ თავს მაყურებელთან ერთად. თითქოს კარგი ფესტივალიც მეტი არაფერია, არადა ამ ქვეყნის თანამედროვე ცხოვრების ერთგვარი ანარეკლიცაა. შეუგუებლობა თითქოს ყველაფერში იგრძნობა, მით უმეტეს თანამედროვე ქართულ კინოში. ამ მდგომარეობაში, რომ ამდენი ფილმის პრემიერა და კონკურსია, უკვე ძალიან დიდი ამბავია და ნიშნავს, რომ ალბათ ქართულ კინოს რაც არ უნდა დაიმართოს, მაინც გამოვა ქართული ფილმები და კარგიც მათ შორის. საერთოდ კინო გვაქვს უკვე ძალიან დიდი მიღწევა მგონია და მით უმეტეს ამ ფილმებიდან რამდენიმე ძალიან საინტერესო. ლიტერატურა უფრო დიდ გასაცდელშია თუ კინო თუ ერთნაირად ამ ქვეყანაში? კინო უფრო დიდ გასაცდელშია, იმიტომ რომ კინოს ფული ბიუჯეტი ჭირდება და წერას მარტო კომპიუტერი. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი. ისეთი კინომცოდნეების ფონზე, რომელიც ფესტივალზე შეგვხვდა, კინოს კრიტიკა ჩემგან სასაცილოც კი იქნება. ამიტომ ცოტა სხვაგვარად ვილაპარაკოთ. აი მაგალითად ამაზე, რომ შესაძლოა კინო ავტორებს ან მათ მაყურებელს ხილული იარები არ აქვთ, მაგრამ დანამდვილებით ის ხალხია, ვინც იბრძვის, ვინც გასულ წელსაც ფესტივალის ნაცვლად ქუჩაში იყო. მიხარია, რომ დღეს ის კიდევ შედგა, იმიტომ რომ ყველანაირი საფრთხელოდებოდა მას წინ და მაინც ეს მოახერხეს მისმა ორგანიზატორებმა, გადატეხეს ეს რაღაცა დაბრკოლებები და აგერ ვართ ამდენი ხალხი მოდის და უნდა ხალხს უნდა ეზიაროს ხელოვნებას. ავტორიტარიზმი ჩვენ ვიცხოვრეთ საბჭოთა კავშირში, უმთავრესად იქ ვიცხოვრეთ და გადავრჩით და კარგ ფილმებს ვიღებდით, ასე რომ მოდი ნუ მივეცემით სასოწარკვეთილებას აუცილებლად გადავრჩებით. მოვესწრებით. რომ ვერ გაძლებენ დიდხანს, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. დედას ელაპარაკე? მე ფესტივალზე დიდწილად ქართული ფილმები ვნახე, მათ შორის ფოტოხელოვან ანკა გუჯაბიძის ფოტოფილმი თემორე, მსახიობ კურიერზე თბილისიდან, თემორ ეხვიაშვილის რომანის ეკრანიზაცია და ამ ფილმის პრემიერა ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა იყო წელს. თემო როგორი მსახიობია? ფანტასტიკური მსახიობია, მწერალი და ფანტასტიკური ადამიანია. კურიერი. კურიერი აღარ არის საბედნიეროდ. გამოვედით მაქედან. ფოტოგენურია? ძალიან ფოტოგენურია, კი. როგორ ფოტოებს იღებს? საოცარს არის გენიოსი ფოტოგრაფი. ფოტოკინო? უცნაური გამოცდილება იყო? უცნაური და ძალიან სასიამოვნო და ესე ვთქვათ, დაუვიწყარი დღეები გავიარეთ ერთად. ხელოვნება მაინც ერთ-ერთი ნაწილი ამ ყველაფრის, რომ საერთოდ ადამიანი ჭკვიდან არ შეიცვალოს. მე რომ მკითხავ. ხო, რაღაც ჩემთვის გამოსავალია, ასე ვთქვათ, რომ მართლა რაც ჯანსაღ ფიზიკაში დავრჩე რა. ხელოვნება ეხა რაზეც მუშაობ, ყოველდღიურად მუშაობ, რომ უბრალოდ არ ვიფიქრო რაღაცეებზე რა. და ასე გადარჩე. აი ესე გადავრჩე ზუსტად კი.
კიდევ ერთი ქართული ფილმი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებდა, ქართლის ცხოვრებაა. ესეც სადებიუტო ფილმია დევნილთა დასახლება ქართლის ცხოვრებაზე თბილისის ზღვის პირას. თამარ კალანდაძისა და ჟულიენ პებრელის ფილმი ქართლის ცხოვრება ამსტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ზეცაში რომ შევედით და მივხვდი რომ აქ არაფერი მხატვრული და გამოგონილი არ არის საჭირო და მე მაინტერესებს ის რაც აქ ხდება ამ კედლებში, იმიტომ რომ ატმოსფერულად საგრძნობი იყო მთელი ის ისტორია, ამბები, რითიც გაჟღენთილი იყო ეს კედლები. ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ ადამიანები შეგხვდნენ ძალიან გულღიად, ძალიან მალე გამოგვიცხადეს ნდობა, მე და ჩემს პარტნიორს ჟულიან პებრელს, რომელთან ერთადაც გავაკეთე ეს ფილმი. და მე უკვე მთელი 7 წელი ფაქტობრივად ჩვენც გვერგო რა ის პატივი, რომ სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებლები გამხდარიყავით. კიდევ ერთი გამორჩეული ქართული ფილმი წელს ხმელი ფოთოლია ალექსანდრე კობერიძის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმი. სიუჟეტის მიხედვით ხმელი ფოთოლი სამოგზაურო ფილმია და მოგვითხრობს მამაზე, რომელიც გაუჩინარებული შვილის საძებნელად სოფლებსა და მიტოვებულ სტადიონებს სტუმრობს. დიქტატურისკენ სრულისვლით ანტიადამიანური ამბების ფონზე ხავერდოვანი არც კინო გამოვიდა და ამ ტანჯვასა და წყდიაჩი კინო მაინც არ კარგავს ძალას მთელი მისი დიდებულებით. ხელოვნება და კინო მათ შორის არ არის იმისთვის რომ ხელისუფლებას ასიამოვნოს და მით უმეტეს ხოტბა შეასხას. და თუ ხელისუფლებისგან ხარ დაფასებული, ეს ნიშნავს რომ რაღაცას კარგად ვერ აკეთებ. რაღაცაში არაგულწრფელი ხარ. მით უმეტეს ისეთი ხელისუფლებისგან, როგორიც დღეს მართავს საქართველოს. შინაგანად შემოქმედი თუ არ არის მეამბოხე, დაუმორჩილებელი, თუ არ აწუხებს ის, რაც მის გარშემო ხდება და არ ტკივა ის ტკივილი, რომელიც არსებობს სოციუმში, საზოგადოებაში, ის ვერ შექმნის კარგ და მაღალ ხელოვნებას. ერთი წამი დამშვიდით. ისე ზუსტად 1 წლის წინ დაკავებული კინოსა და თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც უკანონო პატიმრობის ნაცვლად ალბათ ამ ფესტივალზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისევ ციხეშია. ანდროს გარეშე აქ ყოფნა ძალიან უცნაური და უხერხულია პირველ რიგში. დღეს 1 წელი გავიდა, რაც ანდრო უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ონისეც ხადაძეც დღეს დაუჭერიათ. კი, ონისეც დღეს დაიჭირეს და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის 1 წლის წინაც წარმოუდგენელი იყო ის ბრალი მათ, რაც წარუდგინეს და დღემდე ძალიან გაუგებარი და დაუსაბუთებელია. და რადგან რეჟისორი ნანა ჯანელიძეც მართალია და ჩვენ უკვე ერთხელ ვიცხოვრეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, ნამდვილად არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთილებას. ალბათ მოვა დრო და ქართულ კინოს მეტი დაფინანსება ექნება. ნახავთ თავისუფალ, დაუმორჩილებელ და მეამბოხე მეტ ქართულ კინოს, რომელიც სამშვიდობომდეც მიგვიყვანს.